მე მინდა ვთხოვო ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს სრულად საქართველოს მუფტს ბატონ ადამ შანტაძეს გვესაუბროს ისლამის და თანამედროვეობის შესახებ და ვფიქრობ დღეს ეს იქნება ყველაზე ესეთი საინტერესო დასასრული დღევანდელი ჩვენი შეხვედრის და ბატონ ადამ მრავალი წლის მანძილზე არის სასულიერო პირი მუსლიმი, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა თემის შიგნით, ასე რომ საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა. დიდი მადლობა და გისმენთ. ბისმილაჰირაჰმანირაჰიმ. მოწყალე და წყალობელი ალლაჰის სახელით პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ასსალამუ ალეიკუმ ვა რაჰმეთულლაჰი ვა ბარაკათუ. მშვიდობა, უზენაესი ალლაჰის წყალობა და შეწევნა თქვენ დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებს. მინდა გისურვო ყველას ნაყოფიერი მუშაობა, წარმატებები და სასიკეთო შედეგის მოტანა. დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და ესოდე მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისათვის. უზენაესმა ალლაჰმა რელიგია ისლამი როგორც ყოვლისმომცველი და უნივერსალური სისტემა, რომელიც ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა ნორმას მოიცავს, მოუვლინა ზოგადად მთელ კაცობრიობას. ისლამი ესაა ცხოვრების სახე, დღის წესრიგი თითოეული მორწმუნისათვის. ისლამის უმთავრესი მისიაა სამართლიანი და კეთილშობილი პიროვნების, ოჯახისა და საზოგადოების ჩამოყალიბება, მაღალზნეობრივი ადამიანის ფორმირება, რომელსაც ექნება აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. შუამავალი მუჰამედი ალლაჰის სალამი და ლოცვა მას მუსლიმ ადამიანს ასე ახასიათებს. მუსლიმია ადამიანი, ვისი ენიდან და ხელიდან სხვების ზიანს არ ნახავენ. მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყარო სწრაფად იცვლება. ჩვენი მოხსენების თემაც ისლამი და თანამედროვეობა, აი ამ სამყაროს თანამედროვე სამყაროში ცვლილებებთან დაკავშირებითაა. ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკა, მეცნიერება, სხვადასხვა ერებსა და ქვეყნებს შორის მყარდება კულტურული, სავაჭრო ურთიერთობები. სულ უფრო და უფრო ახალ მასშტაბებს იძენს ინტერნეტ სივრცე თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. დღეს ცხოვრება უფრო სწრაფი და კონკურენტული გახდა, ვიდრე ნახევარიან ერთი საუკუნის წინ. 21 საუკუნეში, როცა გვიწევს გააზრება ისლამური სამყაროს მეცნიერული და ტექნოლოგიური მდგომარეობის შეფასების, რა მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია ისლამის იდეური პოტენციალის პოზიტივის შეთავაზება, მნიშვნელოვანია მისი ღიაობა და გაჯერება მეცნიერებით, ინტელექტითა და ცოდნით. დღეს მსოფლიოში ბევრი განვითარებადი და ზეგანვითარებული სახელმწიფო არსებობს, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ერთმანეთისგან. რასაკვირველია, მისასალმებელი და კარგი იქნება თუ სხვადასხვა სახელმწიფოები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ, მეტი ცოდნის მისაღებად იქნება ასთა გაცვლა-გამოცვლა და მეტი გაგებით ურთიერთპატივისცემით მიუდგებიან სხვათა რწმენასა და კულტურას. მიუხედავად განსხვავებული ტრადიციებისა და მრწამსისა, ზოგადად ყველა რელიგია ადამიანებს სიკეთისკენ, ღვთისმორჩილებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს. სწორედ ეს საერთო ღირებულებები აყალიბებს რელიგიათა შორისი ურთიერთობების გამტკიცების საფუძველს და აძლიერებს სხვადასხვა კულტურებისა და ეთნიკური ჯგუფების ერთიანობას. დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა. ისლამურ სამყაროს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებით. საერთო ღირებულებების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ მსოფლიო უფრო ჰარმონიული და სამართლიანი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი რელიგიური თუ ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა და თავისუფლება. თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისთვის ჩვენ უნდა მივიჩნიოთ საერთო ღირებულებები, როგორც დასაყრდენი წერტილი და ამით განვამტკიცოთ ურთიერთობები, რადგან რაც გვაერთიანებს, უფრო მეტია
ის ვიდრე რაც გაგვანსხვავებს ერთმანეთისაგან. თუ კი საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და სამართლიანობა არ იქნება, ჰარმონიულ და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ვერ ვისაუბრებთ. სიყვარულის გარეშე ვერც სრულყოფილი მორწმუნეები ვიქნებით. შუამავალი ამასთან დაკავშირებით ასე ბრძანებს. ვფიცავ ალლაჰს, ვისაც ეკუთვნის ჩემი სიცოცხლე, თუ კი არ ირწმუნებთ, სამოთხეში ვერ შეხვალთ. და თუ ერთმანეთი არ გეყვარებათ, მაშინ სრულყოფილი მორწმუნეები ვერ იქნებით. გლობალიზაცია, მიუხედავად დადებითი დინამიკისა, ხშირად იწვევს კულტურებისა და ღირებულებების გადაკვეთას, რაც ზოგ ქვეყანაში ჩაგვრისა და უსამართლობის საფუძველიც კი იქცევა ხოლმე. მნიშვნელოვანია ბალანსი, რომელიც დაიცავს კულტურულ მრავალფეროვნებას და ადამიანთა უფლებებს. დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ერებს შორის შუღლისა და მტრობის დასრულება და ნაყოფიერი კონსულტაციების გამართვა, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და ტოლერანტობაზე. დღეს ისლამი დინამიურად ვითარდება, რასაც ადასტურებს მის მიმდევართა რიცხვის სწრაფი ზრდა. ამჟამად ისლამი წარმოდგენილია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში 2 მილიარდზე მეტი მუსლიმი მოსახლეობით. იგი უნივერსალური, ზოგად საკაცობრიო, მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც ადამიანებს ჭეშმარიტების, ამქვეყნიური და იმქვეყნიური ბედნიერებისკენ მოუწოდებს. მისი სახელწოდება მომდინარეობს ფუძე სელემესგან, რაც მშვიდობას, მორჩილებასა და გადარჩენას ნიშნავს. სამყაროთათვის წყალობად მოვლენილი უკანასკნელი შუამავალი ადამიანებს ერთადერთი ღმერთის წმენის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, სამართლიანობისა და სიყვარულისკენ მოუწოდებდა. იგი პატივსცემდა და იცავდა ყველას უფლებას მათი ეროვნების, აღსარებლობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. მუსლიმებს გვწამს ყველა შუამავლის და ზეციური წიგნის, რომლებიც სამყაროს დასაბამიდან მოევლინა დედამიწაზე. ყურანში ვკითხულობთ. თქვი რომ ვიწამეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ და რაც ზემოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისააკს, იაყუბს და მის შთამომავლობას და რაც ებოძა მუსას, რისას და შუამავლებს მათი ღმერთისგან და არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის და ჩვენ ვართ მორჩილი ალლაჰისა. საკმარისია გავიხსენოთ წარმართებსა და მუსლიმებს შორის ჰუდეიბიეს სამშვიდობო შეთანხმებით ცნობილი პირველი დაზავება, რომლის ყველა პუნქტი გარდა ერთისა მუსლიმთა წინააღმდეგ იყო. მხოლოდ ერთ პუნქტში ეწერა მხარეებს შორის 10 წლით ცეცხლის შეწყვეტა, ანუ მშვიდობა. მიუხედავად მუსლიმების წინააღმდეგობისა, მუჰამედ შუამავალმა მშვიდობიან თანაცხოვრებას მიანიჭა უპირატესობა და აღნიშნულ შეთანხმებასაც ხელი მოაწერა, რამაც რა თქმა უნდა მუსლიმების წყენაც კი გამოიწვია. ბედირის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შუამავალს ტყვეები არ დაუსჯია, ზოგი გარკვეული საფასურის გადახდის, ზოგიც მუსლიმებზე წერა-კითხვის შესწავლის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ასევე მექას გათავისუფლების შემდეგ ყველაში შობდა რომ შუამავალი მათაც ისე მოექცეოდა როგორც ის წლების წინ გააძევეს საკუთარი ქალაქიდან, მაგრამ დედამიწაზე წყალობა წარმოგზავნილმა შუამავალმა საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა, შურისძიებას მიტევება არჩია და ასე ბრძანა. მე წარსული დავივიწყე, იცხოვრეთ უსაფრთხოდ და მშვიდობით. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება ამ და მსგავსი მოწოდებისა და ღირებულების მქონე რელიგიას ეწოდოს რადიკალური, ექსტრემისტული ან ფანატიკური. კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი შეფასებები ასეთი რელიგიის მიმართ. ისლამი უზენაესი ალლაჰის მიერ მოუნინებული ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელიც ქადაგებს ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემას, სიყვარულს, მშვიდობასა და სამართლიანობას. ისლამის აღმოცენებისა და გავრცელების მომენტიდან, ანუ მე-7 საუკუნიდან, მისი წინსვლით შუა საუკუნეებში უკვე მუსლიმად ყოფნა ნიშნავდა გამარჯვებულ ცივილიზაციაზე კუთვნილებას, რაც იყო მშვიდობიანი. შესაბამისად, ისლამი პროგრესირებდა არა ხმლით, ცეცხლით ან מחვილით, არამედ განათლებით, ადამიანთა დარწმუნებით მის ჭეშმარიტებაში. იძულება, ძალადობა და რწმენის თავს მოხვევა კატეგორიულად აკრძალულია თვით ყურანით, რომელშიც ვკითხულობთ.
იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისაგან. დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს სწავლა-განათლება. ყურანის პირველი აეთებიც კითხვისკენ, განათლებისკენ მოგვიწოდებს. ჩვენ გვევალება ვიკითხოთ და ვისწრაფოთ ცოდნის მიღებისკენ. ადრინდელმა მუსლიმებმა ეს კარგად გაიგეს და თავიანთი მეცნიერული განვითარებით მსოფლიოს დიდი ფილოსოფოსები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები და ასტრონომები შესწინეს. მათ გაუსწრეს კიდეც იმდროინდელ სხვა ხალხებს ცოდნაში, რითაც შეძლეს ეკონომიკური აღმავლობა, კულტურული აღორძინება, თავიანთი სიმდიდრის გამრავლება და საზოგადოებისთვის ისლამისეული გზის ჩვენება. დრო მოითხოვს გონიურულ, ბრძნულ მიდგომას ყველა სფეროში, მათ შორის ისლამის საგანმანათლებლო სივრცეში. განათლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდა, ანუ ადამიანის სულიერად, ზნეობრივად ჩამოყალიბება, 1000 კაცი დაფასდა, 10,000 ზრდილობა. მხოლოდ განათლება და მატერიალური კეთილდღეობა როდია საკმარისი. განათლებასთან და ცოდნასთან ერთად ადამიანი უნდა იყოს კარგად აღზრდილი, მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით შემკული. თორემ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა რომ 7 ბედნიერი ცხოვრებისთვის საკმარისი ყოფილიყო, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ზეგანვითარებულ ქვეყნებში არ იქნებოდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა, დისკრიმინაცია, მკვლელობები, მათ შორის თვითმკვლელობები, ქურდობა, მრუშობა, ქრთამის აღებმიცემა, ალკო და ნარკოდამოკიდებულება და სხვა. ფიქრობ დღეისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება განათლება, საზოგადოებაში ისლამის ცნობიერების ამაღლება, სწავლება ყურანსა და სუნაზე დაფუძნებული ისლამის და არა ცალკეული რადიკალური ან ექსტრემისტული ინდივიდებისა თუ ჯგუფების მხრიდან პირად ანგარებაზე დამყარებული, საკუთარი მიზნების მისაღწევად ინტერპრეტირებული ისლამის გავრცელება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რელიგიები არ მტრობენ ერთმანეთს. რელიგია არ მოგვიწოდებს სხვის დაპყრობას, ჩაგვრას, სხვისი უფლებების შელახვას, უსამართლობას და სხვა. პრობლემები იჩენს თავს მაშინ, როცა ცალკეული ინდივიდებისა თუ ჯგუფების მხრიდან რელიგიური გზნობების გამოყენება ხდება პირადი ანგარებისა და ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ყურანში ვკითხულობთ: ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკოთურობის გასაწმენდად, თითქოს და მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოს და მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე. ისლამის საფუძვლების ადამიანებამდე მიტანის წარმატების საწინდარი მდგომარეობს ალლაჰის შუამავლის ქცევებში, მის მოწოდებებში და თუკი ჩვენ შევძლებთ ნაწილობრივ მაინც ავიღოთ მაგალითი მისი ცხოვრებიდან, შევიძინოთ ის თვისებები, რომლებსაც თავად ფლობდა, მაშინ თვით უზენაესი ღმერთი გაგვიხსნის გზებს ბედნიერებისკენ. წიგნები და თეორიები ნაკლებად თუ შეგვცვლის ჩვენ. ადამიანები ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ მაგალითებით. იმის გაგება, რომ ადამიანი არის გამჩენის საუკეთესო ქმნილება, როგორც ყურანშია მოხსენიებული ახსანი თაყვიმი, ღმერთის სიდიადისა და არსებობის უტყუარი ნიშანია. რწმენა უნდა გამოვლინდეს ჩვენს ქცევასა და ცოდნაში. თუ რამდენად კეთილისმხნელი ადამიანები ვართ და მშვიდობიანად ვიცხოვრებთ მსოფლიოს ყველა ხალხებთან, მიუხედავად მათი განსხვავებული რწმენისა და ეროვნებისა. ისლამის სწავლების მიხედვით, მორწმუნეები ვალდებული არიან მოთმინებითა და გულწრფელობით მოუწოდონ სხვებს გამჩენის რწმენისკენ, სიკეთის, სიმართლისა და სამართლიანობისკენ. სამართლიანობა და კანონის უზენაესობაა მშვიდობიანი თანაცხოვრების, ქვეყნის სტაბილური განვითარების საფუძველი. სამართლიანობა არც მეტი, არც ნაკლები, კანონიერი მფლობელისთვის იმის მიცემაა, რაც მას ეკუთვნის და რასაც ის იმსახურებს. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული. მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ კონფესიური კუთვნილებისა. ასეთ საზოგადოებაში თითოეული ინდივიდს თავისუფლად შეეძლება საკუთარი აზრის, გამოხატვის, უფლებისა თუ აღსარებლობის რეალიზება. იქნება ეს საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა ფუნქციონირება, სამლოცველოების მშენებლობა, ისტორიული მეჩეთების რესტავრაცია და მოვლა პატრონობა
და კიდევ სხვა ისეთი საკითხები, როგორიცაა რესტიტუცია, საგადასახადო თანასწორობა, დასვენების დღეები, რომლებიც თანაბრად და სამართლიანად უნდა ვრცელდებოდეს ყველა რელიგიის წარმომადგენელზე. კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ თითქმის ყველა არეულობის, ქაოსის, ამბოხისა თუ რევოლუციების მიზეზი ადამიანთა მიმართ უსამართლო დამოკიდებულება და ჩაგვრა, ანუ უკანონობა იყო. შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რასაც ისლამი ეფუძნება, არის სამართლიანობა. სამყაროს გამჩენი მოგვიწოდებს, ვიყოთ ყოველთვის სამართლიანი და დავიცვათ სამართლიანობა. თუ გინდის ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი მშობლებისა და ნათესავების საზიანოდ იყოს მიმართული. სამართლიანობა არ უნდა იყოს საზომი მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ჩვენ საყვარელ ადამიანებს, ახლობლებსა თუ ნათესავებს ეხება. ყურანში ვკითხულობთ: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, თქვით სიმართლე და არაფერი დაფაროთ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების წინააღმდეგ, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან. მაშ ნუ გაჰყვებით გულისნადებს, რათა მოიპოვო დიდრის სიმპათია და შეიწყალო ღარიბი. ჩვენი ვალია ყოველთვის მივიღოთ ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება მაშინაც, თუ პიროვნება გძულს ან ჩვენ საწინააღმდეგოდ არის განწყობილი. არასდროს ავყვეთ პიროვნულ ემოციებს. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვინმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანი, რადგანაც ის, ანუ სამართალი, უფრო ახლოსაა ღვთისმოშიშობასთან, ვკითხულობთ ყურანში. მისასალმებელია ევროპარლამენტისა და ცალკეულ სახელმწიფო და ძალისხმევა სრულფასოვანი კანონმდებლობის დამკვიდრება რეალიზების პროცესში, რაც არ გულისხმობს ადამიანთა დევნას, დისკრიმინაციას ან შევიწროებას მათი რელიგიური, სოციალური თუ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. ვინაიდან ისლამი უარყოფს ძალადობას, ამიტომ რწმენა ან ურწმუნოება პიროვნების თავისუფალ ნებასურვილზეა დამოკიდებული. ყურანში გაცხადებულია, რომ რელიგიაში არ არის იძულება, რაც გულისხმობს, რომ რელიგიური არჩევანი თავისუფალია და ინდივიდს აქვს სრული უფლება თავად გადაწყვიტოს, რა და როგორ იწამოს. ისლამი მოუწოდებს ხალხს სიმშვიდით, ცოდნითა და სიყვარულით და არა ძალადობით ან იძულებით თავს მოახვიონ ვინმეს რწმენა. ეს პრინციპი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რწმენა უნდა იყოს ნებაყოფილებითი და შინაგანად გულწრფელად მიღებული. მნიშვნელოვანია ასევე, მორწმუნეები იყვნენ სხვებისთვის სანიმუშო, მისაბაძი ადამიანები და ყოველთვის იხელმძღვანელონ ყურანის მოწოდებისა და შუამავლის ცხოვრებით. თვით ყურანშიც შუამავალი მუხამედის სამაგალითოობაზეა ყურადღება გამახვილებული. ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფოდა ალლაჰისკენ, უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს. ისლამი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მომავალი თაობების სულიერად აღზრდა და განათლების საქმეს, რათა ჩვენი ახალგაზრდა თაობა აღიზარდოს მაღალი ზნეობრივი ღირებულებებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. თითოეული ჩვენგანის ქცევითა და მოქმედებით დამყარდება ჰარმონიული ურთიერთობები სხვადასხვა კონფესიური კუთვნილების ხალხებთან, რასაც თვით შუამავალი მუხამედი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა. აი მაგალითად, როცა მიცვალებული იუდეველი ჩამოატარეს, მან ფეხზე წამოდგომით მიაგო პატივი და როცა უთხრეს, ის ხომ არ არის მუსლიმი, პასუხად უპასუხა, რომ ადამიანი ხომ არის როგორც ღვთის გაჩენილი. ახლად შექმნილ ქალაქ სახელმწიფო იასრიბში, დღევანდელი სახელწოდებით მედინა, დეტალურად იყო გაწერილი და ზედმიწევნით დაცული არამუსლიმთა უფლებები. თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა გამოწვევებისადმი ჩვენი პასუხი უნდა იყოს განათლება, განვითარება, ჩვენი კულტურის ინტეგრაცია,
მხოლოდ პროგრესიული გამოცდილებისა და დადებითის აღქმა, რაც არ ეწინააღმდეგება რასაკვირველია ისლამის რწმენას, სწავლებას და ცხოვრების წესს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ განათლების მაღალი დონით, იმ პირობით, რომ ადამიანები მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და შეისწავლიან თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს, რათა ჩამოყალიბდნენ მაღალი კლასის სპეციალისტებად სხვადასხვა სფეროში სამოღვაწეოდ. უნდა ახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ განათლებით, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთზე გაზიარებით მიიღწევა წარმატება, რომელიც მთელ მსოფლიოს წაადგება. ჩვენ ხომ ნათლად ვხედავთ დღეს თუ რაოდენ მჭიდროა გლობალური მსოფლიო და ყველა პროცესი როგორაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ყურანში მშვიდობიანი თანაარსებობის გამტკიცებასთან დაკავშირებით გამჩენი ალლაჰი შემდეგს გვიბრძანებს. შეეწიეთ ერთმანეთ ღვთისმოშაობასა და ღვთისმოშიშობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთ ცოდნასა და მტრობაში და გეშინოდეთ ალლაჰისა. უეჭველად ალლაჰის საზღაური სასტიკია. სამყაროთათვის წყალობად მოვლენილი შუამავალი მუჰამედი კი შემდეგს ბრძანებს. არც არა არაბს არაბის წინაშე, არც არაბს არა არაბის წინაშე, არც თეთრკანიანს შავკანიანის წინაშე, არც შავკანიანს თეთრკანიანის წინაშე არავითარი უპირატესობა არ გააჩნია. უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმოსაობასა და ღვთისმსახურებაშია. ყოველივე აქედან გამომდინარე, რელიგიური განათლებისა და ცნობიერების ამაღლება ვიტყოდი არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით მრავალრელიგიურ და მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მშვიდობიანი, ჰარმონიული, ტოლერანტული გარემოს შექმნას და გამტკიცებას და რაც ჰაერივით სჭირდება დღეს მთელ მსოფლიოს. ისლამის სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს, სხვადასხვა ხალხების, ცივილიზაციების წარმომადგენლებს მოგვიწოდებს ვითანამშრომლოთ, გავმართოთ კონსულტაციები, არ ვუმტროთ ერთმანეთს, ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში ჩვენი გამჩენის უზენაესი ალლაჰის მოწოდების მიხედვით. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, შედით სრულად მშვიდობაში, ღვთისმორჩილებაში და არ გაჰყვეთ ესმაკის კვალს, რამე თუ იგი ცხადი მტერია თქვენი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს. ვესელამუ ალეიქუმ ვა რაჰმეთულლაჰი ვა ბარაკათუ. იმედია ჩავეტიეთ დროში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. მადლობა თქვენ არაჩვეულებრივი მოხსენებისთვის, ძალიან ფართო ექსკურსიისთვის, ასე ვთქვათ. საქართველოში განსაკუთრებით ირონიულია ხოლმე ისლამის მიმართ ისლამის მხრიდან ძალადობაზე ან ტერორიზმზე ან ექსტრემიზმზე საუბარი, როცა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირიქით სულად ვხედავთ სამწუხაროდ მუსლიმი თემის მიმართ და ესეც არ არის საიდუმლო, რომ არის ქართველი მუსლიმების მიმართ განსაკუთრებით ისეთ დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან. ასე რომ მართლაც მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და იმ პოტენციალზე, რაც ყველა რელიგიას აქვს მეტნაკლებად, რომ თანაცხოვრება შეუძლოთ, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მადლობა ასეთი ვრცელი მოხსენებისთვის. თუ იქნება კითხვები, შეგიძლიათ დასვათ. ვაშას აქვს კითხვა. დრო გაინტერესებს. გვაქვს რამდენიმე წუთი, გამოვიყენოთ ერთი ან ორი კითხვისთვის კი ბატონ, ლაშას თხოვთ. და მგონი ზუსტად ჩავეტევით დღევანდელ. მადლობა მოხსენებისთვის. თვითონ წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრების პირობებში რამდენადაც მე ვიცნობ ისლამის ღვთისმეტყველებას და ისტორიას, ის არც ერთ ქვეყანას დამპყრობლურად არ დასხმია თავს. ეს ჩანს ისტორიაში, რომ და შემდგომ მისი გარდაცვალების შემდეგ პოლიტიზირებული ისლამი აწარმოებს ექსპანსიას. როგორც ესეთი დარღვევები ქრისტიანობაშიც იყო. ორივე რელიგიას გვაქვს
შავი გვერდები ისტორიაში. იყო თქვენ ხომ არ იყო ეს ისლამის ღვთისმეტყველების დარღვევა და მეორე შეკითხვა შირკის ცნება ისლამში, რომელიც უპატიებელ ცოდვად მოიაზრება, ხო? თუ მოქმედი მუსლიმი ხდება სხვა რელიგიის ამხსარებელი ან ათეისტი უბრალოდ. როგორ ხდება ამ დამოკიდებულება, აი ამ ურთიერთმიმართება, ასე ვთქვათ, დღესდღეობით თუ მადლობა წინასწარ. მე რო თქვი 1-2 კითხვა იგულისხმება და 1-2 და არა 1-2. მადლობა. ამაზე პასუხის შემდეგ შეგვიძლია. თქვენ სწორად ბრძანეთ, თუ ჩვენ გადავხედავთ შუამავლის ცხოვრებას, ის ბრძოლები, რაც იყო წარმოებული, ძირითადად განპირობებული იყო სამი მიზეზით. ანუ რომ შევაჯამოთ, ძირითადად სამი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი ეს იყო თავდაცვითი. რა თქმა უნდა, თავდაცვითი ბრძოლის წარმოება ყველას უფლება არის და საერთაშორისოდ აღიარებულია. მეორე ეს იყო საერთაშორისო დაზავების, ანუ ხელშეკრულებების დარღვევის შემთხვევაში, როცა არღვევს რომელიმე მხარე საერთაშორისო დაზავებას, მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაშიც მეორე მხარეს წარმოეშობა უფლება, რომ ამას პასუხი გასცეს. და მესამე იყო სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების ლიკვიდაციის შემთხვევაში. ძირითადად აი ამ სამი მიზეზის გამო ხდებოდა ბრძოლები. ნუ შემდგომში რა თქმა უნდა მე მოხსენებაშიც აღვნიშნე რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისგან. თუ პოლიტიკური ინტერესების გამო ხდება რელიგიური გზნობების გამოყენება, მაშინ უკვე პრობლემასთან გვაქვს საქმე და მაშინ ხდება უკვე გამოყენება რელიგიის იგივე დაპყრობისათვის, პოლიტიკური ინტერესებისათვის, პირადი ანგარებისათვის და ასე. თორემ უშუალოდ რელიგია არც ერთ შემთხვევაში არ მოგვიწოდეს პირიქით კრძალავს სხვისი უფლებების შელახვას, დაპყრობას, ჩაგვრას და ასე შემდეგ. და მეორე კითხვას რაც შეეხება, ესეც აღვნიშნეთ მოხსენებაში, რომ ყურანის საწყისივე აიათებში ნათლად არის გაცხადებული, რომ სარწმუნოებაში იძულება არ არსებობს. ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. იწამებს თუ არ იწამებს. ნუ რა თქმა უნდა ეს ადამიანის ამქვეყნიური არჩევანია, იმ ქვეყნად ღმერთის წინაშე ყველა თავისი ქცევით და თავისი ყველა არჩევანით იქნება პასუხისმგებელი, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმეს ასე ვთქვათ, ომი გამოუცხადოთ, ან ვინმე დაუსაჯოთ იმის გამო ირწმუნებს თუ არ ირწმუნებს, ან ისლამზე მოექცევა, ან ათეისტი იქნება და ეს არის იგივე ყურანით გაცხადებული სარწმუნოების არჩევანის თავისუფლება. დიდი მადლობა. მადლობა. გონი სასწაულს ვახდენთ და ზუსტად 5 საათზე ვასრულებთ. მადლობა მოხსენებელს. დიდი მადლობა.